Sonic Boom, ზღარბის დღე. სცენარის ავტორი ჯოელ სელნერი, ანიმატორი ჟორდი ვალბუენა. ფილმი გახმოვანებულია ნახეჯის მიერ. გაიღვიძე მძინარა, საუზმე შენ წინაა. ეგ მეორედ არ წამოგცეს. როგორც იქნა დადგან ანატრი დღე, როცა სონიკს თქვენი ახალი იარაღით გაანადგურებთ. ვიფიქრე რამე განსაკუთრებულ საუზმეს მოვამზადებ მეთქი. იფიქრე? შენ არ შეგიძლია იფიქრო. ხელოვნური ინტელექტი ხარ. ისიც ანახევროთ. პორტოხლის წვენი არ არის? ძალიანაც არ მწყურია. ჩემი სიხარული მზად არის? ეგ ტანკი ვიგულისხმე. კინოს დღე გაქვთ? დავასპოილერებ. მე ვიმარჯვებ, თქვენ მარცხდებით. იარაღი მზად არის. ჩართა ჩემი საბრძოლო მუსიკა. რაღაც აკლია. როგორც ჩანს, ეს საპირფარეშო სკარი არ ყოფილა. ვერ მივხვდი. პროექტორის დაყენება კარგი იდეა. მადლობ, პროექტორის ფუნქციები შევცვალე. ჩუმად, ნუ ლაპარაკობთ. ნუ ხრებ. ჩუმად. ნუ უტევთ. Tails, ფრთხილად. გააქტიურეთ სუპერ იარაღი. კიდევ კარგი ამისთვის მზად ვარ. გააქტიურეთ სუპერ დუპერ იარაღი. გაიღვიძე მძინარა, საუზმე შენ წინაა. ხომ გითხარი ეგ მეორედ არ წამოგცეს მეთქი. როგორც იქნა დადგან ანატრი დღე, როცა სონიკს თქვენი ახალი იარაღით გაანადგურებთ. ვიფიქრე რამე განსაკუთრებულ საუზმეს მოვამზადებ მეთქი. ეს საუბარი მეცნობა, რა ხდება? იარაღი მზად არის. გაიღვიძე მძინარა. მაგას კიდევ თუ იტყვი გპირდები, მაგრად დაგშეშავ. ეს სიგიჟია, ერთი და იგივე დღე მეორდება. არა, არ მოგწონთ? გობოტ, შეეწყვეტა ჩემი ჰოლოგრამებით თამაში. გავიგე. როცა ჩემი ლაზერი, პლაზმური ბურთი და ელვა ერთმანეთს შეეჯახა, ბირთვული სინთეზის რეაქციამ დროში ცვლილება შეიტანა. მარტივი გამოსავალი არსებობს. ბრძოლას თავი უნდა ავარიდო. გეგმა არ გაამართლა. არ მინდა საუზმე. ერთი და იგივე დღე.
ისევ და ისევ. იქნებ ეს არც ისე ცუდია. სონიკზე თავდასხმისთვის ვივარჯიშებ, სანამ სრულყოფილებას არ მივახცევ. იმის მიუხედავად, რომ ხვალინდელი დღე არ იქნება, ჭიანჭველები მაინც არ მჭირდება. გაჩერდი. გაჩერდი. წასულია შენი საქმე, სონიკ. არის. ეს დღე ისტორიაში შევა როგორც დღე, როცა მე ზღარბი სონიკი შევიფყარი. გაიღვიძე მძინარა. საუზმე შენ წინა. კიდევ ერთ ასე დღეს ვერ გადავიტან. სიმების თეორია, სუპერსიმების თეორია, გიტარის სიმების თეორია. ჯანმრთელის საკვებით უნდა იკვებოთ. ნიშნულობა არ აქვს. აღარაფერს არ აქვს აზრი. ხვალ მაინც ყველაფერი თავიდან დაიწყება. მართლა? ხვალამდე. ყველაფერი უშედეგოა. მარტო ამას ვერ გავუმკლავდები. თქვენი დახმარება მჭირდება. მულტფილმები იმთაროზედებს. რა სასაცილოა. მე სხვა რამისთვის ვარ აქ. რა გინდა კვერცხის თავა? სასაცილო ისტორიაა, სიცილით გასკდებით. მე ჩემი ექტანკით შემოგიტიეთ და შემთხვევი დროის მარყუში გავყავი თავი. ეგეთი მარყუში არ არსებობს. თავიდან მეც ასე მეგონა. სხვათა შორის, ახლა ნამცეცი გადაგწდება. შემთხვევით გამოიცანი. ახლა სონიკს მოუვა შეტყობინება ემისგან, რომ პროექტორი უკვე მზად არის. სიამოვნები დაგეხმარებოდი, მაგრამ ფილმს უნდა ვუყურო. რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს. კომედი მაიმუნის დამხმარე მოჩვენება აღმოჩნდება. მილიარდიდან ერთი შანსი იყო, რომ როცა ლაზერი პლაზმური ბურთი და ელვა ერთმანეთს შეეჯახებოდა, ასეთი დროის ანომალია წარმოქმნილიყო. ის ემზადება, იმუხტება, ფეთქდება და მერე ყველაფერი თავიდან იწყება. ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ. ეგეთი მარყუში არ არსებობს. იცით რა, უფრო ადრე უნდა დაგვეწყო. რა სიტყვით ხვალ დილით, ადრე რომ მოგაკითხოთ. ეგეთი მარყუში არ არსებობს. მეც ასე ვფიქრობ. იქნებ ხვალ ჩემს ბუნაგში მეწვიო და მათემატიკაში წავიმეცადინოთ. ფილმსაც ვუყურებთ. რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს? შესაძლებელია. ვერ ვიჯერებ. რა მოხდა? კომედი მაიმუნის დამხმარე მოჩვენება აღმოჩნდა. ვინ იფიქრებდა? ახლა ყურადღება მოიკრიბე. აფეთქების ტალღის შესაჩერებლად ზეგამძლე მასალისგან დამზადებული ჩარჩო გჭირდება. მაგ ჩარჩოს გამოვიგონებ. უამრავი დრო მაქვს ამისთვის. კარგი, ახლა ეს სანაპიროზე ჩავიტანოთ. ეს სუპერ მძიმე და მკვრივია. ისევე როგორც ნაკლზე. იქნებ შენ გეცადა. მასში დროის ანომალია უნდა მოვათავსო. ზუსტად აფეთქების წინ. ხვალ როგორ გადაგაჯეროთ დროის მარყუშის არსებობა. ეგეთი მარყუში არ არსებობს. ძუხელ სიზმარი ნახე, სადაც გიგანტური წინდისგან შეკერილი თოჯინა მოგდებდა. ზურგი მეფხანება. ახლა მოგინდა? ცოტა ზემოთ, ზემოთ. ბევრი მოგივიდა. აი, ზუსტად მანდ. წელი გამიშეშდა. აპატიე.
ჯობია ზარს უპასუხო. ალო? მცირე შეფერხება გვაქვს. როგორც ჩანს, ნაკლს არ უნდა ამ პრობლემის მოგვარება. ნაკლს რამის თქმა ხომ არ გინდა? არა. ნაკლს? კარგი. ხვალ კბილის ექიმთან ვარ დაბარებული. კბილი უნდა ამომიღოს. მეცდები გადავარწმუნო. ნაკლს, ექიმს შენი დახმარება სურს. პირის ღრუს ჰიგიენა. პრობლემა მოგვარებულია. ახლა მითხარით რა გავაკეთო? ფილმი გახმოვანებულია ნახეჯის მიერ. გაიღვიძე მძინარა, სოსისები შეგიწვი. დიახ. თხოვთ არ გამიბრაზდეთ. ბეკონი არ გქონია. გარდა ამისა, საყვავილე გავტეხეთ. ზედმეტი მოგდის. მინდა ეს ძვირფასი მომენტი შთამომავლობისთვის დავაფიქსირო.